წარმოიდგინეთ მანქანა, რომელიც ფიქრს იწყებს. ან წარმოიდგინეთ ტვინის ელექტრონული ვერსია. ეს ხელოვნური ინტელექტია. 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას გარდაქმნის. ამ მძლავრი ტექნოლოგიის უკან კომპიუტერული სისტემების ჯაჭვი დგას, რომელიც მის ოპერირებას უზრუნველყოფს. ხელოვნური ინტელექტი რაღაცით გავს ადამიანს, მაგრამ ის თავისი აზროვნებისთვის ცოდნასა და გამოცდილებას კი არ იყენებს, არამედ ალგორითმებს და მონაცემებს. ეს მონაცემები მას შესაძლოა დეველოპერებმა წინასწარ მიაწოდონ, ან თავადვე მოიპოვოს ინტერნეტის დახმარებით. AI-ის ეფექტურობა პირდაპირ პროპორციულია იმ მონაცემთა ხარისხთან და რაოდენობასთან, რომელზეც ის სწავლობს. რაც მეტი მონაცემი აქვს AI სისტემას, მით უფრო კარგად შეუძლია სწავლა და ზუსტი პროგნოზების გაკეთება. როდესაც მონაცემები შეგროვდება, ის ერთგვარი ნედლეულია, რომელსაც გაწმენდა და სწავლებისთვის მომზადება სჭირდება. ეს ნაბიჯი მოიცავს არარელევანტური ინფორმაციის ამოღებას, მონაცემების ნორმალიზაციას და მის გაყოფას სასწავლო, შემოწმების და ტესტირების ნაკრებებად. წინასწარი დამუშავება უზრუნველყოფს, რომ მონაცემები იყოს AI ალგორითმებისთვის შესაბამის ფორმატში ეფექტურად დამუშავებისთვის. პროცესში ხელოვნური ინტელექტის სისტემა მონაცემების ანალიზის მეშვეობით ალგორითმების რეგულირებას სწავლობს. სწავლების რამდენიმე ტიპს გამოყოფენ. სუპერვიზირებული სწავლა მუშაობს როგორც მასწავლებელი კლასში. სისტემას აჩვენებენ მონაცემებს და შესაბამის სწორ პასუხებს, რათა გაიგოს, როგორია მუშაობის პრინციპი. უსუპერვიზაციო სწავლებაში სისტემა თვითონ პოულობს კანონზომიერებებს. არსებობს მესამე, განმტკიცებითი სწავლებაც. ამ მეთოდში AI სისტემა სწავლობს გარემოსთან ურთიერთობით, ექსპერიმენტებით და უკავშირის მიღებით, რომელიც გამოხატულია ჯილდოებით ან სანქციებით. ასეთი სწავლება ხშირად გამოიყენება ისეთ აპლიკაციებში, როგორიცაა რობოტიკა და თამაშების თამაში. ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი კომპონენტია ნეირონული ქსელები. ეს არის მანქანური სწავლების ტიპი, რომელიც ადამიანის ტვინის მუშაობას გავს. ისინი შედგება ნეირონების ფენებისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან და მონაცემებს ამუშავებენ. რაც უფრო მეტი ფენა აქვს ქსელს, მით უფრო რთული ამოცანების შესრულება შეუძლია. ღრმა სწავლება, რომელიც ასეთ მრავალფენიან ქსელებს ეფუძნება, დღეს აქტიურად გამოიყენება გამოსახულებების, ტექსტებისა და მეტყველების ამოსაცნობად. როდესაც AI სწავლის პროცესს დაასრულებს, მზად არის შეასრულოს ესე თუ ის დავალება და გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები. რაც იმას ნიშნავს, რომ რაც ადრე ფანტასტიკა გვეგონა, დღეს რეალობად უკვე ქცეულია. AI მძღოლი მართავს მანქანას. ექიმს დიაგნოზის დასმაში ხელოვნური ინტელექტი ეხმარება. ან მომხმარებელს მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს ჩატბოტი აძლევს. ხელოვნური ინტელექტის ამ შესაძლებლობებმა ჩვენი ცხოვრება უფრო კომფორტული, სწრაფი და ინოვაციური გახადა და მისი გავლენა მომავალში სავარაუდოდ მხოლოდ გაიზრდება.